რამდენიმე საათში თვითონავში ავიდა შეერთებულ შტატებში როგორ უნდა ვიყო და თქვა რომ ეხლა რეკამენდაცია პარკება ეგ მან ჩაერთო პაკისტანის პრეზიდენტი არა მშვიდ არა იმან თქვა რომ გამორიცხულიაო ჩვენ ვიყავითო შუამავლებიო და ამ ჩვენო ამასო არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ რომ ეს ომი გაგრძელდესო ხო და ეხლა არაბებს ტრამპს გავიგე მაგრამ კაცმა ხო თქვა არავითარ შემთხვევაში ომის სამ საათში შეცვალა და ახლა რეკავენ და რა ვქნა ვიფიქრებ რომ მოელაპარაკო თქვა რომ ანუ არაფერი წმინდა აღარ არის რა ეგ ვიცი აპოლიტიკურ ელიტაში არაფერი აღარ არის 4 ისია ჩემო ჯო რა წმინდა სერვოდები ეხლა ეფსტეინის კუნძულში მონაწილეობდა ნახევარი მსოფლიო პოლიტიკოსების რა თქმა უნდა უბრალოდ ძალო შენგი მულო შენ გაიგეო ხო რა ეხლა ის გულში მაგ ჩარჩენილი წინა გადაცემაში ვთქვი დიპლომატებმა ახლა მითხრესო რომ ამერიკასთან მოლაპარაკებდა და გახარებულები რომ იმად გასაგონათო იმიტომ მე ჩემი ქვეყნის მტკივა მივხვდი მე შიშობ რომ ჩვენები არ გააბრიყო ასევე რა როგორც ცდილობენ სხვის გამოგებას უკვე ისეთ თამაში შევიდა ჩვენი ხელისუფლება რომ ამერიკასთან ახალ მოლაპარაკებები დაიწყეს უკვე манипуლირების საგანად იქცნენ შესაძლოა მაგრამ მაინც ეჭვმაქ რომ არა იმიტომ რომ ჩვენი კაცია ეს შეიძლება ვიღაცები მოკლე კოლექტიური დარსალები მოუწოდეს მაგრამ იმას ხოს ესმის ეს ხო ესმის მაგრამ შეიძლება ძალა აღმარცხნავდეს ირანის პრეზიდენტი სადაც ძალა მაგას ვერ დაგეთახა ძალა კიდე არის სხვა ძალა რომელიც ამაღმარცხ უკეთესად მოხდავს ეხლა ირანს დააბალანსეთ იმას ირანს ბომბავს ამერიკა და საქართველოს და ბომბავს გამორიცხა ხო და არსებობს ძალა რომლის ძალითაც ვერ დაბომბავს ამიტომ ჩვენ მე ალტერნატივა გვაქვს ჯერ კიდე მაგრამ ყურე ეხლა სხვა სფეროზე რო გადავართ ევროკავშირზე და ნატოს სამიტზე მე ვილაპარაკობ დანარჩენზე ხო ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი შეერთებულ შტატებს აკრიტიკებს და მის საგარეო პოლიტიკას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის რანგში მის ქცევას ადარებს. აშშ-ის მთავრობის როგორც მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის ქცევა მის კარგად ნაცნობ საგარეო პოლიტიკას მიჰყვება. წესების დარღვევა, მეტოქეების დაშინება, დაბრკოლებების შექმნა და მოტყუება. ეს მათი მაგას სახელმწიფოა. ირანი უარყოფს ასეთ თამაშებს. ჩვენ მტკიცეთ ვიცავ ჩვენ უფლებებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ახდენს. აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების ირანულ ნავთობზე სანქციების ხელახლა დაწესების ჰორმუზის სრუტეში ჩარევის ისრაელის მიერ ლიბანზე პროტესტის შედეგად ურთიერთგაგების მემორანდუმი არაეფექტური გახდა. ამ დაძაბულობის ესკალაციის საფრთხე შედეგებზე პასუხისმგებლობა ამერიკის მოღალატეობრივ რეჟიმს ეკისრება. ასევე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ აშშ-ის ირანის დაწესებებისათვის მათი ტერიტორიების გამოყენების უფლება არ მისცემ. ირანის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის ჩადენაში ნებისმიერი სახის თანამშრომლობა განსაკუთრებული მონაწილეობას წარადგენს. ნათქვამია ირანის საგარეო უწყების განცხადებაში. პარალელურად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა კონგრესში ატყობინა მისი ადმინისტრაციის განზრახვის შესახებ. ამოიღოს სირია ტერორიზმის სპონსორ ქვეყანათა სიიდან 45 დღიანი წინასწარი შეტყობინების პერიოდის შემდეგ. ეს პრეზიდენტ ტრამპის კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯია, რათა სირიელ ხალხს სიდიადის შანსი მისცეს. სირიის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა საერთაშორისო ვაჭრობასა და ინვესტიციების გაცვლის, სირიის აღდგენის შანსს მისცემს და ახალ ფურცლებს გადაშლის სირიელი ხალხისათვის. ჩვენი ახლა ამ სირიას რატო გავუსვით ხაზი ახლა ჩვენ ხედავთ რომ ირანის წინააღმდეგ ჯერ თურქეთში ჩავიდა და უთხრა რომ 25 წელს გადმოგცემ აღარ აკრძალავ იმიტომ რომ თურქეთი ჩამოაშოროს ირანის ხარდაჭერ ბლოკს და შემდეგ სირიას უთხრა რომ აგერ ამოგიღე ტერორისტული სახელმწიფოების სიიდან რომ ამ ომში უნდა მიიღო აქტიური მონაწილეობა. ესე იგი ისევ რუსული სლენგი უნდა ვიყამაშ ბალამუტჩიკობა. ესე სლენგი გახოს ანუ თუთაშხეში რო არის სეთური რეუნება 100,000 ეხლა პოპინაშვილი გაწა და მე იმათი მე პირიქით ხარ. რეგიონის ქვეყნები თურქეთი, ირანი, პაკისტანი
საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, გაერთიანებული ემირატები, ანუ რეალურად მთელი სპარსეთური ისრაელის გარდა დაფიქრდა კოლექტიური უსაფრთხოების ზონების მიღებაზე და რეგიონის დეამერიკანიზაციაზე. მეცი რა ამერიკული სამხედრო ყოფნა უკვე სპარსეთის ყურეში არის აშკარად რუდიმენტი, ანუ ყუდარის სხეული, რომელიც უბრალოდ ყუდარია, უბრალოდ სხეულზე შერჩენილია რაღაცა და ერთი დაბანაუნდან პინიქსზე ეძახიან და კანსერვაზე მეტიკანერო ჩამოიფრიქება. ესეთი ფიგურალურად შეიძლება ასე აღწერო შექმნილი ვითარება. ამიტომ ეს კატასტროფა შეერთებული შტატებისთვის, რადგან მათ ეს ვერ ელევიან დომინირებას და მონდროს დოქტრინაში ასე იგი ტრაქტირებენ ასე, დასავლეთ ნახევარსფერო ჩვენია, არ გავიტანოთ და დანარჩენზე ვილაპარაკოთ. და დანარჩენზე ვილაპარაკოთ მსოფლიო ნავთობის 40% და 35% არის სპარსეთის ყურეში თავმოყრილი. ხო, და აქ ეს კონტროლი გაზის და ნავთობის. ხო, გაზისა და ნავთობის, ხო. 30 არის გაზი და 35 გაზი 30 ნავთობი. ანუ ძალიან დიდი რესურსებია, ხო, ყოველსათვის. ამის კონტროლის ამას ვერ ელევა რა. მაგრამ რადგან ახლა არ გამოსდის, უნდა ეს რაღაცა პროვინციალიზმი გამოიყენოს სახელმწიფოების და თურქეთს აბსოლუტურად სწორად თქვი, მოუხსნა სანქციები 55-ების შეძენაზე და ასე იქ რაღაცა სათადარიგო ნაწილების დამზადებაზე და მოკლედ გამოაცხადა მსოფლიოს ლიდერად ერდოგანი, ოდეშიც არის ერთ-ერთი ლიდერი, გამორჩეული ლიდერი ერდოგანის. მაგრამ ერდოგანიც კარგად ხვდება. რა თქმა უნდა, კაცო, ვინ არის მაგის შიკი? ერდოგანმა ძალიან კარგად იცოდა შეერთებულმა შტატებმა განაჩენი აქვს მისის გამოტანილი და კლავდნენ. თავდასხმა, რომლის გამოც ახლა ტერორისტული აქტის პრეზიდენტზე თავდასხმის გამო მუხლი აღუდგა 59,000. ადრე თუ გვიანი შეიძლება ფაქტია, რომ ეგ ოპერაცია ბატონო, ყველობა იგეგმებოდა და ერდოგანის ვერტფრენს კუძზე დააჯდა ინჯილიკის ბაზიდან აფრენილი F-16. მოსულმა ჩამოეღვდა ეს და ეს დასვას რუსებმა. და ეს გახეთქეს რუსულმა გრუნტს საერთოდ ამავე და ამიტომ ეს ერდოგანმა ძალიან კარგად იცოდა ძლიერი ლიდერის როლი, მაგიტომაც არის რომ ამას არჩევს არ არის, მაგრამ ამ დროს მეორე იცი რა ხოჩიცა იკოლიცა ეს ბევრი რუსული სიტყვა ვიხმარე, მაგრამ ნუ რაღაცას უხდება. მეორე მხრივ